Fabrizio Romanos განცხადება ხვიჩა კვარაცხელიაზე. ქართველი დაუფასებელია. ილია თოფურიას ვრცელი ინტერვიუ. ბრძოლა ახლოვდება. ეს და სხვა სიახლეები გელოდებათ დღევანდელ ვიდეოში. ხოლო დაწყებამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. რეალურად ეს ორი უმარტივესი მოქმედება ძალიან ზრდის არხს და ჩვენს мотивაციას გვაძლევს. მადლობა შენ, თუ ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მარტში 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯვაროსნებმა ისრაელთან ფრედ 2-2 ითამაშეს. ლიეტუვა კი სტუმრად 2-0 დაამარცხეს. გიორგი მამარდაშვილი ორივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი ასპარეზობა ბრიტანულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ისრაელთან იმედგაცრუება იყო, რადგან საქართველომ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მამარდაშვილს 4 წუთში 2-ჯერ გაუტანეს. თუმცა ლიეტუვასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. მამარდაშვილს 10-ჯერ დაურტყეს, რომელთაგან 3 ზუსტი აღმოჩნდა და ლივერპულის მეკარეს გოლი არ გაუშვია. იმედია კარის მშრალად შენახვა მას მნიშვნელოვანი მაჩების წინ თავდაჯერებას აუმაღლებს. წერს Rousing the Cup. ლივერპულის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კვირას ითამაშა, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. წითლების მეკარეს ინგლისში დაბრუნებამდე თავდაჯერება გაეზარდა, რაც მისთვის ძალიან საჭირო იყო. გიორგი ადრე დაბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მაჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან კარგია. აღნიშნავს liverpool.com. შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერს ტრავმა აწუხებს და Manchester City-სთან, Paris Saint-Germain-თან, Fulham-თან და Paris Saint-Germain-თან განმეორებით შეხვედრაში Merseyside-ელთა კარს მამარდა დაიცავს. ცნობილმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა Fabrizio Romanom ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. Romanom არსენალის ინტერესზე გააკეთა კომენტარი და Paris Saint-Germain-ის ქართველი ფეხბურთელი შეაქო. ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანია. კაშკაშებს და Paris Saint-Germain-ში საოცარ სამუშაოს ასრულებს. სიმართლე გითხრათ, ალბათ დაუფასებელი ფეხბურთელიცაა, რადგან ხანდახან ხალხს ავიწყდება PSG-ში რამდენად სტაბილურია. არსენალის ინტერესზე ჭორები ვრცელდება და ჩემი ინფორმაცია ასეთია. Paris Saint-Germain-ს არანაირი სურვილი არ აქვს კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე, ამ ზაფხულს მოლაპარაკებები დაიწყოს. პარიზელებს მისი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და სტაბილურობა ძალიან მოსწონთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდში სულ რაღაც 14 თვის წინ გადავიდა. Paris Saint-Germain სურს მასთან დიდხანს ითანამშრომლოს. არსენალს შეტევის გაძლიერება და თავდამსხმელისა და გარემარბის დამატება უნდა, მაგრამ ამას კვარაცხელიას ტრანსფერი ვერ იზამს. ამ ხრივ კლუბებს შორის კონკრეტული არაფერი ხდება. შეგახსენებთ, რომ კვარა საქართველოს ნაკრებთან იმყოფებოდა და ისრაელის წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ქართულ ფეხბურთელს მოედანზე 3 აპრილს ვიხილავთ, როდესაც მისი Paris Saint-Germain-ი ტულუზას დაუპირისპირდება. UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ერთ-ერთ YouTube არხზე სტუმრობისას განვლილ კარიერაზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ მის სიტყვებს. განსაკუთრებით თუ შედარებით პატარა ასაკის ხარ და რაღაც მიზნები და ოცნებები გაქვს და გზაზე გხვდება სირთულეები, ეს ილიას სიტყვები დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს დაეხმარება. სიმართლე გითხრათ, თავს დალოცულად ვგრძნობ. მადლიერი ვარ იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც ახლა ვარ და ყველა იმ გამოცდილებისთვის, რომლის გამოვლაც მიწევს. მართალია, ამ ყველაფერს წინასწარ წარმოვიდგენდი ხოლმე. ხშირად მეკითხებიან კიდეც თუ გქონდა ეს წარმოდგენილიო, მაგრამ ასეთ სიღრმეებს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ვერც იმას, რომ ამ ყველაფერს ასე დეტალურად განვიცდიდი. მგონია, რომ ცხოვრებაში ხანდახან გვაქვს გარკვეული სცენარები, მაგრამ მერე ჩნდება ტოტები, რომლებსაც სურპრიზის ფაქტორი შემოაქვთ და სწორედ ეს არის ცხოვრების ყველაზე გასართობი და საინტერესო მომენტები. ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც აქამდე გამოვიარე. მქონია ქარიშხლიანი პერიოდებიც და დიდების წუთებიც, წარმატებაც, აღმასვლაც და დაღმასვლაც, მაგრამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რადგან საბოლოოდ ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა იმ პიროვნებად, ვინც დღეს ვარ. რეალურად ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მე და ჩემი ძმა ესპანეთში ჩამოვედით, რადგან ჩვენი მშობლები უკვე აქ ცხოვრობდნენ. ამასაც თავისი წინაპირობა და
ისტორია აქვს თუ როგორ ჩამოვედით და მანამდე რა ხდებოდა. მოკლედ, როცა აქ ჩამოვედით და სპორტში პირველი ნაბიჯები გადავდგით, ჩვენ მოგზალებული ოჯახიდან ვიყავით. სიყვარული და ჯანსაღი ოჯახური კავშირები არასდროს გვაკლდა, თუმცა ეკონომიური რესურსები საკმაოდ მწირი გვქონდა. ამიტომ რისი გაკეთებაც არ უნდა მოგვენდომებინა ცხოვრებაში, თავადვე უნდა გვემუშავა ამისთვის. მუშაობა ალიკანტეს სანაპიროზე დავიწყეთ. შეზლონგებს დავათრევდით. მე და ჩემი ძმა სულ ვარჯიშობდით და ვასპარეზობდით. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში შეჯიბრებებზე წასასვლელად კი ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდებოდა. ამიტომ ერთდროულად მუშაობდით და ვარჯიშობდით კიდეც. თანაც თითქმის პროფესიონალურ დონეზე, როცა უმაღლესი რანგის ტურნირებზე გამოდიხარ, მაქსიმუმი უნდა აჩვენო და პარალელურად მუშაობაც გიწევს. ეს რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან აზარტული. ჯერა რომ ცხოვრებაში გამოცდები და გამოწვევები იმიტომ გვეძლევა, რომ გამოჩნდეს ადამიანთა რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით. როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, არსებობს ორი ტიპის ადამიანი. ისინი ვინც ელოდებიან რომ რაღაც მოხდეს და ისინი ვინც თავად აიძულებენ მოვლენებს რომ მოხდეს. მე ყოველთვის ვცდილობდი ძალისხმევა არ დამეშურებინა, რათა მცოდნო და საით მივმართავდი ჩემ ცხოვრებას. ცხოვრებაში გჭირდება ეს ქარიშხლიანი მომენტები, რათა რეალურად შეძლო საკუთარი მაქსიმალური პოტენციალის განვითარება, იმიტომ რომ თუ სულ მზიან დღეებში ცხოვრობ, მგონია რომ არ გიწევს ისეთ სიტუაციებთან შეჯახება, რომლებიც შენგან ნამდვილ სიმამაცესა და ვაჟკაცობას მოითხოვს. უბრალოდ არ გამოიცდები და თუ ყველაფერი იავარდითაა მოფენილი, ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა იწვალო? ამიტომ როცა ჩემ ცხოვრებაში რამე რთული მომენტი ან ქარიშხალი ჩნდება, მას ყოველთვის ვიღებ როგორც გაკვეთილს, როგორც რაღაცას, რაც უკეთეს გამხდის და ყოველთვის ასე ხდება. ეს ყველაფერი, რაზეც ილია საუბრობს, ძალიან ზედაპირზეა, თუმცა ადამიანები ხანდახან ამას ვერ ვამჩნევთ. თუ გაქვს კონკრეტული მიზანი, ოცნება და იცი საითაც მიდიხარ, იცი რა გინდა საბოლოოდ, ისიც უნდა იცოდე რომ აუცილებლად იქნება გამოცდები. რაზე ხარ წამსვლელი იმის მისაღწევად, რაც ნამდვილად გინდა. რისი დათმობა შეგიძლია იმისთვის, რომ შენი ოცნება რეალობად იქცეს. თუ ხარ მზად რომ მთელი შენი დრო დახარჯო იმაში, რომ ივარჯიშო და განვითარდე, ყოველ დღე გახდე უკეთესი, თუნდაც 1%-ით მაინც. თუ ხარ მზად რომ ყველა ეს გამოცდა და ყველა ეს სირთულე, რომელიც წინ გელოდება დაძლიო, მაშინ შენ აუცილებლად შეძლებ და საბოლოოდ მიხვალ იქამდე, სადაც მიდიოდი. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. მე კი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის პატარა სარგებელი მაინც ნახეთ ამ ვიდეოში. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.